საქართველოს ვარსკვლავს წარმოგიდგენთ ბილაინი. ბილაინი, გადმოდი ნათო მხარეზე. მამალებას მომსაჭმელი. ყურადღებიანი ადამიანია, რამე რო დაგჭირდეს, შეგიძლია ლეო დაგვეხმარე. ყველას პატრონი და რაღაც რამე ხوار გინდას და აბა ვის გინდათ? კაი ჩაი. ლევანის საფირმო ნიშანია სცენაზე თვალების დახოჭმა, ესეთი სიმბოლო. და გაშაშებული დგას, უბრალოდ ის. ერთდროს ვერ ფიქრებს რა გააკეთოს პერფორმანსი რომ და სკამი მინდა რა სკამი მომიტარე დაждდება სკამს და ესე მღერის თუ ძალიან ემოციებში. Such a lonely day there is mine. It's a day that I'm glad I'm survived. მე რა ახსენდება ხოლმე მომენტებში რომ სცენაზე დგას და ახელს ხოლმე თვალებს. ლევან მასპინძელაშვილი Gabigora aris linda Ibigre ramde niskinda Vecheki now she that swim down Usi varula zore batsnelia Razatza gasem shelia Dora mercheba pulia Razara taka pulia Didi khani aminda Miftera aris linda We're checking out shit that's in now. Oh, 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 yeah, Nella vita mi guasme, very vitre filante, samo di età viaro, vegana scemo viaro, di khani aminda, mintera anis minda, oh, vi cream de skinda, vi checking out shit that's in da, khani aminda, Gabigora aris linda Ibigre ramde niskinda We checking out shit that's linda დიდხანს იქნები პროექტში და არ წახვალ სახლში. ჟიური რას გვეთყვის? ბატონ ზაზა. ლევან, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ დღეს ქართული სიმღერის დღე არის, ქართული ტურია და ძალიან კარგია, რომ ეს ქართული ტური დადგა, იმიტომ რომ ყველა ელოდებოდა თქვენს მიერ შესრულებულ ქართულ სიმღერებს და იმედი მაქვს, რომ დღეს ყველაზე ძლიერ თქვენ მხარეებს წარმოაჩენთ. პირველ რიგში სანამ შენზე ვიტყოდე, მინდა დიდი მადლობა უთხრა პეკეს, მამუკა ბეგაშვილს, რომელსაც გააკეთა ეს მართლაც გადასარევი არანჟირება ამ ტრადიციული კლასიკური რეგეის სტილში და ნამდვილად ძალიან გამართლებული აღმოჩნდა და რაც თავარია მოგიხდა შენ. ისევ მოგიხდა როგორც დავით ბექემს კარგი პიჯაკი, არმანის პიჯაკი დაახლოებით ესე და მე ვიტყოდი რომ შენ ძალიან კომფორტულად გზნობდი თავს, იმიტომ რომ რეგეი შენ სულთან ძალიან ახლოს არის
და ჩვენც მოგვეცი საშუალება რომ შენ სამყაროში უფრო ადვილად შემოსულიყავით. რაღაცა ისეთი შტაბ-ეშტილება შემექმნა მე რომ თითქოს შენ სოლო კონცერტზე ვიყავით, იმიტომ რომ ძალიან ბოლომდე გახსნილი იყავით დღეს. გილოცავ, კაი გამოსვლა იყო. დიდი მადლობა ასე შეფასებისთვის. ბატონო მიშა გისმენთ? ყველაზე შთამბეჭდავი პერფორმანსი იყო ეს მე რაც ვნახე ამ კონკურსში ჯერ იმდენად მოულოდნელი იყო და ლევან შენ არა უბრალოდ ახალი რაღაც კუთხე გვაჩვენე შენი შემოქმედების რომელიც არსებობს, არამედ რაღაც ახალი უზარმაზარი სივრცე დაგვანახე რა, აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. და თავარი რა არის ამ შესრულებით ამ სიმღერის ეს სიმღერა უკვე რა კი შესრულდა ამ კონკურსში. ამ სიმღერამ უკვე თავისი ადგილი მოიპოვა, გახდა კლასიკა რა. როდესაც ჩვენ სიმღერას ასრულებენ კონკურსზე ხდება მისი ასე ვთქვათ აღმატებით ხარისხი აყვანა და მე ვფიქრობ რომ ეს ისტორიული მომენტი იყო, იმიტომ რომ ძალიან მაგრა დაიწყო რა ეს კონცერტი. მართლა ძალიან მაგრა და ლევან შენ განსაკუთრებული მადლობა, იმიტომ რომ მართლა ძალიან შაბერეველის კოშა. მადლობა ჟურის, მე კი მიმართა მაყურებელს. თუ თქვენ შემსავით კარხასიათზე დაგაყენათ ლევანის ამ შესრულებამ, თუ თვლით რომ ლევანი იმსახურებს ამ პროექტში დარჩენას, აიღეთ მობილური ტელეფონები და დაურეკეთ ლევანს ნომერზე 09770006. აი ასე. მადლობა. ჩვენმა მეგობარმა კომპანიამ ბილაინმა ყველა მობილური ოპერატორის აბონენტს მიცა იმის საშუალება რომ დაარეკოს და არა დაამესიჯოს, დაარეკოს და ხარი დაუჭიროს თავის რჩეულს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ SMS-ები არ მიიღება, ამიტომ ახლავე მოიმარჯვეთ მობილური ტელეფონები და დაარეკეთ. გავაცილოთ ლევან მასპინძელაშვილი.